სალამი მეგობრებო, ირაკლი ვარ, ემოციებზე დამოკიდებული, თანადამოკიდებული. თქვენს ნებართვით პატრა ლოცვას ავიკითხავ. გამარჯვებთ ხომ მომეცი განება და სულიერი სიმშვიდე. მივიღო ის, რისი შეცვლას არ შემიძლია. გამბედაობა შევცვალო ის, რაც შემიძლია და სიბრძნე განაცხაო ერთი მეორესება. ხომ მომეცი საჭირო სიტყვები, ის რაც დაეხმარება ყველა მეგობარს მით ჯერ კიდევ იტანჯება. ამენ. ერთადერთი ახლა რაზეც ვნერვიულობ, არის ის, რომ არ ვნერვიულობ და ფიქრები მიჩნდება, რომ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ სულ ერთია ჩემთვის, თუ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ რეალურად პროგრამა მოქმედებს რა ჩემზე. ემოციებზე დამოკიდებული ადამიანის ყველობაზე ჩემთვის ძალიან რთულია ადამიანებთან ვისაუბრო გულახდილად. იმიტომ რომ ეს ემოციებზე დამოკიდებულება რეალურად ჩემთვის გულახდილობის ნაკლებობა არის და იმ ეგოცენტრიზმის მოჭარბება, რაც ჩემში არის მიძინებული. პირველად მახსოვს, სადღაც ალბათ 1 წლის წინ ჩემი სპონსორი გამოდიოდა რომელიღაცა შეკრებაზე, სპიკერული ჰქონდა რაღაც სხვა თემაზე და ვკითხე რომ აბა რაკენ როგორ მოემზადე ნერვიულობ მეთქი და იმან ძალიან მარტივად მიპასუხა რომ რავი ვისთვის მოემზადო იდეაში იმას ვაზიარებ რაც ჩემი გამოცდილება არის ვერც ვერაფერს მოვაკლე და ვერც ვერაფერს დავამატებ და ეს ჩემთვის ძალიან ბევრი რამის თქმელი იყო მაშინ და ეხლაც სიმაღლე რო გითხრათ არ მომზადებულ ვარ და საერთოდ საუბარი წაიღებს ჩვენც იქით წავიდეთ მომადლიერი ვარ სპონსორის და პროგრამის რადგან მასწავლა მარტივი ცხოვრება ჩემთვის ცხოვრება არა მხოლოდ არა მარტივი იყო, არამედ ხო გაუსაძლისი იყო, იმიტომ რომ ყოველდღიური ყოველდღე გაღვიძება ჩემთან ასოცირდებოდა იმით, რომ როგორც წასაცემელს ვიცვავ, ისე ვიცმევდი რაღაც ახალ როლებს და გავდიოდი საზოგადოებაში. ყველა სამეგობროს წრეში სხვა ადამიანი ვიყავი, ოჯახის წევრთან სხვა ადამიანი ვიყავი და საქმეში სხვა ადამიანი ვიყავი. და ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის ცხოვრება რა. სპონსორმა მომცა მაგის მაგალითი პროგრამული ინსტრუმენტების საშუალებით, რომ ვისწავლო როგორია მარტივი ცხოვრება და ვისწავლო ის, რომ ჩემი პრობლემები არ არის უნიკალური, ისე როგორც პროგრამა გვეუბნება. გონებისა და სხეულის ერთი შეხედვით ვიმედო მდგომარეობა. დღეს გიწიგს ვკითხულობდით და დიდი წიგნი ამ სიტყვებით იწყება, რომ გონებისა და სხეულის ერთი შეხედვით ვიმედო მდგომარეობა არის დაავადება დამოკიდებულება და ამ დაავადება დამოკიდებულებაში ყველაზე უიმედო ის არის, რომ არ შემიძლია იდენტიფიკაცია გავუკეთო უშუალოდ რაზე ვარ დამოკიდებული, რაზე არა, ან საერთოდ ვარ თუ არა დამოკიდებული. ჩემთვის ეს დამოკიდებულება ბუნებრივი მდგომარეობა იყო პროგრამამდე, რადგან ურთიერთობები აღიქმებოდა, რომ რაღაცა რესურსი უნდა ჩავდო ამ ურთიერთობაში, რაღაცა უნდა გავცე ამ ურთიერთობისთვის, რომ მე სამაგიერო მივიღო, რა ჩემი ურთიერთობები დაფუძნებული იყოს რაღაც გამორჩენაზე და მომხეჭველობაზე, რომ ჩავდო ამ ადამიანში ისეთი რესურსი, რაც მე დამიბრუნდება და სულ ამ მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ ამ ადამიანისგან აუცილებლად უნდა მივიღო მინიმუმი ის, რაც მე გავეცი რა. და ამ ემოციური დამოკიდებულებები ხო თავიდან სუბსტანციები დაიწყო რეალურად 14 წლის ასაკში ძალიან ჭარბი დოზით მოვიხმარდი ალკოჰოლს ეს არ იყო რაღაც უბრალოდ დაბადების დღეებზე ან მეგობრებთან დალევა იმის მიუხედავად რომ რაღაც 14 წლის ვიყავი აი სადმე ან დასასვენებლად წავიდოდით ან სადმე სახში ვიტყოდი რომ შეები დღეს მეგობართან იყო დღეღამის სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გასწორება დალევით დღეების მიბმა ერთმანეთზე და მივხვდი რომ ალკოჰოლის გარეშე მეგობრებთან წასვლაც კი აღარ შემოვნებდა, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ხვდებოდი აზრს, იქ რო წავსულიყავი და არ დამელია, მაშინ რა მხიარულება იქნებოდა იქ ან რა სიამოვნება უნდა მივიღო თუ არ დავლენდი. დალევის მერე მარიხუანი ჩავანაცვლე და ვიძახდი რომ დალევას ჯობია რა. და მარიხუანის მოხმარე ძალიან აქტიური მოხმარებით მახსოვს რომ დღეჩვეულებრივად რო გაცენდებოდა სანამ წყალს სახეზე შევისხავდი, მარიხუანას ვეწეული ხოლმე და მეგონა რომ ეს იყო ერთ-ერთი საშუალება, რაც რეალურად აზრს წენდა რომ დღევანდელი დღეს ასე ამონა ყოფილიყო. მახსოვს ხო რომ დილით პირველი რასაც გავაკეთებდი, იყო მეგობრებთან დაკონტაქტება და იმის დაგეგმვა თუ მთელი დღე აი ამ მოხმარებაში როგორ ყოფილიყავ. მარიხუანის დაზიანებით გარდა იმისა რომ ფსიქოლოგიურად ძალიან დაუზიანდი და ფიზიკურადაც პარტნიორ ურთიერთობებში სიხალისი აღარ მქონდა, თუნდაც იმისი რომ რამე ურთიერთობა გამეტარებინა სახლის გარეთ და გამიჩნდა შეგრძნება სულ რომ ამის მეტი სიამოვნება მაინც ცხოვრებაში არ არსებობს და მოდი აი მარიხუანით იქნება თუ რაღაც ნებისმიერი სუბსტანციის შემცველობით დღევანდელ დღეს სახლის პირობებში გავილამაზებ და მარიხუანას რა თქმა უნდა მე მძიმე ნარკოტიკი მოყვა ამერიკაში ძალიან მარტივად იყო ნებისმიერი
სიმძიმის ნარკოტიკი ადვილი მოსაპოვებელი იყო და ისეთ სიმძიმე ნარკოტიკებზე გადავედი, რომელიც ხოლმე საქართველოში არ დამესინჯებოდა და ყოველი დღე რაღაცნაირად ტყივილისგან გაყუჩება იყო. მაგრამ ყველაზე დიდი უიმედობა, რასაც დიდი წიგნი იძახის, რომ გამოჯამთრებით გონებისა და სხეულის ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობიდან, ეს ყველაზე დიდი უიმედობა ის იყო, რომ ალკოჰოლიდან მარიხუანაზე, მარიხუანიდან ნარკოტიკზე, ნარკოტიკიდან სექსუალურ ურთიერთობებზე გადავედი, სექსუალური ურთიერთობები იყო ის, რომ მიჩნდებოდა შინაგანი უკმაყოფილებელი ჟინი, რომ ეს ურთიერთობები მე მიჩენდა შეგრძნებას, რომ საჭირო ვიყავი, მიჩენდა შეგრძნებას, რომ რაღაცით კარგი ვიყავი, ან ვიღაცაზე მეტი ვიყავი და ამ ყველაფერს ყველაზე მეტი უმედო მდგომარეობა არის ის თანაც მივდივარ, რომ ამ ყველაფერს უკან ედგა ემოციები, რომელიც იდეაში გამოიხატებოდა ხან სასმელში, ხან ნარკოტიკში, ხან სექსუალურ ურთიერთობებში და ემოციები არ მაძლევს საშუალებას ვიყო ბუნებრივი იმ მდგომარეობაში, სადაც ყოველგვარი დანამატების გარეშე მე შეიძლება სიცოცხლის აზრი დავინახო ან სიხალისე შევეცი. ემოციები რო განვარტოთ რა, ემოციები ჩემთვის როგორ განემართება ემოციონალი რას ნიშნავს რა, ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი არის ადამიანი, რომელიც არ იცნობს საკუთარ ემოციებს. მე მაქვს სულიერი ტკივილის შეგრძნება, მაქვს ტანჯვის შეგრძნება, მაგრამ ვერ ვარქმევ სახელს და მიჩნდება კითხვა, რომ რაღაცა ხდება ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ აი ეს რაღაცა რა არის, სახელს ვერ ვარქმევ. მიჩნდება განცდა, რომ მარტო ვარ, განცალკევებული ვარ მთელი სამყაროსგან და გაუცხოვება არის ჩემს ოჯახის წევრებს შორის და ჩემს შორის. რაღაცნაირად დიდი უფსრული ჩდება, მგონია რომ ჩემი არავის არ ესმის და მთელი უიმედო მდგომარეობა იმაში არის, რომ მე თვითონაც ვერ ვარქმევ ამ ყველაფერს სახელებს, არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს. ერთი ის ვიცი, რომ დილიდან დილამდე გაღვიძება არ მიხარია და დილით რომ ვიღვიძებ, უკვე წინასწარ ვიცი რა უნდა მოხდეს და ამ წინასწარ უკვე ვარჩევ რაღაცნაირად ასაცმელთან ერთად ამ როლებს. ერთი შეხედვით რაღაც ჩემს სამეგობროში შეიძლება რაღაც ნორმალური ადამიანის საბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ აი ის მომენტი, როდესაც საწოლში ჩავწვევი და უძილობა მაწუხებს მხოლოდ და მხოლოდ ის მომენტი, რომ არ ვიცი რეალურად რა მინდა და ჩემ თავში რა ხდება რა. მაგრამ მე რამდენადაც ესე ბუკვალურად არ ვაღიარებ, რომ რაღაცა ხდება და როლებში ვარ, მე ჩემ შინაგან მესთან ვიცი, რომ ჩემ ნამდვილ არ გამოვხატავ, ჩემს ემოციებს არ გამოვხატავ და მაქვს უდიდესი ტკივილის შეგრძნება, რასაც სუბსტანციები მიკმაყოფილებს და ურთიერთობები მიკმაყოფილებს და ურთიერთობებში ყოველთვის ვიმართლებდი ხოლმე თავს ესე რომ ეს როლები მიკაჩავდა მეგობრებთან, სამსახურში, მშობლებთან და იმათთან რაღაცნაირად კიდე ვცდილობდი რომ ნორმალური ადამიანის დაბეჭდილება შემექმნა. მაგრამ პარტნიორ ურთიერთობაში ვიყავი 10 წელი და პარტნიორ ურთიერთობებში ყველაზე რთული იყო ამ როლების მორგება, რადგან პარტნიორ ურთიერთობებში ყველაზე ახლო ადამიანი იყო, მასთან ცხოვრობდი, თოლქმრული ურთიერთობა ჰქონდა და იქ შეუძლებელია 24 საათის განმავლობაში მე როლი მომედგო რა, ეს მე ამას ვაცნობიერებდი თუ ვერ ვაცნობიერებდი და ამ ადამიანთან ვიყავი ყოველთვის აგრესიული, გაღიზიანებული და როდესაც კამათი ქონდა ხოლმე, ყოველთვის თავს იმითი ვიმართლებდი, რომ იცი რა, სხვა ადამიანებთან მე არ ვარ, ჩემი თავი, იქ ვცდილობ რომ თავი შევიკავო, მაგრამ მე შენთან იმდენად გულახდილი ვარ, რომ ხო აი აგრესიას და ბრას გამოვხატავ, იმიტომ რომ ესეთი ვარ და რა ვქნა რა, მე ჩემი რეალური მდგომარეობა ეგეთია, რომ ვარ აგრესიული, ვარ უტაქტო და ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას და მადლობა რომ მიღებ ისეთს როგორიც ვარ. და ამის გამო მიყვარხარ. ეს არის იმ დამოკიდებული ადამიანის სიტყვები, რომელიც манипуლირებს ისეთ პარტნიორზე, რომელთანაც დამოკიდებულებაშია. და იცის, რომ ის პარტნიორიც მის მიმართ დამოკიდებულებაშია, ამას ვეძახით თანადამოკიდებულს და მე ჩემი დარწმუნებულობით ემოციურმა ადამიანმა, ემოციონალმა შინაგანად ძალიან კარგად იცის და ცნობს სხვა ემოციურად დამოკიდებულ ადამიანს და მე თუ გულახდილი ვიქნები, ჩემ თავში ვაღიარებ, რომ მე როგორც დამოკიდებული ადამიანი კარგად ხვდები, ვინ არის ასევე ჩემსავით დამოკიდებული და ჩემი ეგოცენტრიზმით ვაკეთებ იმ დაშვებას, რომ ეს ადამიანი ჩემზე მოჯაჭვულია და მე ამით ვმანიპულირებ და манипуლირება გამოიხატება იმაში, რომ ძალიან კარგად მესმოდა, რომ ჩემი თუნდაც პარტნიორი ჩემზე დამოკიდებულია და მას არ აქვს იმის ძალა და რესურსი, რომ ჩემთან ურთიერთობა გაწყვეტოს და ამიტომ თავს გამოვავლენდი ისეთად, როგორც იმ მომენტში, ესე ვთქვათ, ჩემი ეგოცენტრის აწყობდი. ხო, პროგრამა ჩემს ცხოვრებაში როცა შემოვიდა, მაგ დროისთვის ჩემი მეორე ნახევარი უკვე პროგრამაში იყო და
ყოველთვის ცდილობდა ხოლმე რომ რაღაც ინსტრუმენტები მოეწოდებინა რა ჩემთვის და ეთქვა რომ აიცი რა არის არსებობენ ადამიანები ვისაც აქვთ მსგავსი პრობლემები და ამ პრობლემებს უმკლავდებიან ერთმანეთის თანადგომით, მაგრამ ჩემი მიდგომა ყოველთვის იყო ხოლმე რომ შენ თუ გეხარია, მაგრამ მე ეს არ მჭირდება და მე იდეაში არ აღვქვამ პრობლემად იმას რომ ვარ აგრესიული, ან არ აღვქვამ პრობლემას იმას რომ დღიდან დღემდე გაძლებაზე ვარ, იმიტომ რომ ჩემ აღქმაში ყალიბდება როგორც ინფანტილიზმი, რომელსაც ვერ ვიღებ საკუთარ თავზე და რეალურად ვარქმევ მიზეზებს და ამ მიზეზებით ვიმართლებ თავს, რომ მე მქონდა ძალიან დატვირთული სამსახური, აი რა ჩამონათვალიც გავაკეთე, ამ ჩამონათვლის გარდა სამსახურზე ვიყავი 100% ორიენტირებული და მერჩვინა ხალხთან კომუნიკაციას, მთელი ჩემი 100%-ის რესურსი სამსახურში ჩამედო და ყოველთვის ვიძახდი ხოლმე, რომ აი დღეს ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ამ საქმეს რო დავალაგებ მე ჩემი ემოციური მდგომარეობა შეიცვლება. რომ არა ეს საქმე, ჩემი ცხოვრება ბევრად ბედნიერი იქნებოდა. რომ არა ის ადამიანები, ვინც მე ვერ მიგებენ, ჩემი ცხოვრება ბევრად ბედნიერი იქნებოდა და მეორე ნახევართანაც ყოველ კამათის დროს ამით ვიმართლებდი თავს, რომ შენ რასაც იფხობ გასაგებია, მაგრამ მე არ მინდა რომ მოგცე. მინდა რომ მოგცე. უბრალოდ არ მცალია ეხა მაგისტრის რა, მოსამსახურში ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ან ჩემ გარშემოა ისეთი ადამიანები, ვისთვისაც უნდა ვიზრუნო და ავიღო ის პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ თავიანთი ცხოვრების განკარგვა თვითონ არ შეუძლია. ესეთი შეხედულება აქვს ემოციურად დამოკიდებულ ადამიანს და ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მიზეზი იყო თავი მემართლებინა თუ რატომ ვერ ვიღებ პასუხისმგებლობას თუნდაც ჩემი ცხოვრების ცვლილებაზე, ჩემი შეხედულების ცვლილებაზე. დამოკიდებულ ადამიანს ყველაზე მეტად რაც აშენებს არის ის რომ ცხოვრებაში შემოიტანოს ცვლილება. დამოკიდებულ ადამიანს არ გააჩნია არჩევანი. მე არ შემეძლო უარის თქმა არანაირ სიტუაციაზე და არანაირ ადამიანთან. ამის უბრალოდ რესურსი არ მქონდა რა ის მომენტიც არ მქონია რომ დავფიქრებულიყავი და მე თქვა რომ ეხლა ამის გაკეთება მინდა თუ არ მინდა ჩემი თავისთვის მეკითხა რაღაცნაირ ავტომატურ რეჟიმში ვცხოვრობდი რომ იმდენად ძაფრია დამოკიდებული ადამიანისთვის შეფასების შიში და იმდენად საჭიროა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ჩემ შემთხვევაში მერჩივნა საკუთარი თავი ბოლომდე გადამედო და ყველაფერ ჩემს სიამოვნებაზე უარი მეთქვა, საჭიროებაზე უარი მეთქვა და სხვა ადამიანისთვის უარი პასუხად არ გამეცა. აი რამოდენიმე დღის წინ სასპონსორო ჯგუფში იყო მსგავსი თემა იქ გავიხსენე ეს ამბავი და მგონია რომ ეხლა რაღაც შეიძლება ამ სიტუაციას მოერგოს უარის თქმის არჩევნის არქონასთან დაკავშირებით. ამერიკაში როცა გადმოვედით მაღაზიაში საფრანგეთის ახლოს რომელი მაღაზიაც იყო, იქ ხშირად დავდიოდი და ერთი ასაკოვანი ქალი მუშაობდა რაღაც სექციაში. და როცა ხშირად შევდიოდი ხოლმე ამ მაღაზიაში და ეს ქალი შევლებდა თავიდან რუსი იყო ეს ქალი რო გაიგო რომ მე ქართველი ვიყავი ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე რომ ჯერ ქვეყნებზე მე ოჯახზე მე ჩამოსვლაზე და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ძალიან დავახლოვდი ამ ადამიანთან და სულ თავის რაღაცებს მიზიარებდა ხოლმე რა ცხოვრებისეულ ამბებს და შეიძლება მაღაზიაში შევსულიყავი ძალიან მეჩქარებოდეს მაღაზიაში შევირბინე 2 წამი რაღაც პური უნდა ავიღო და მე უნდა გამოვიქცე რა ეგეთი მაგ გეგმა თავში იდეაში მაგრამ ეს ქალი ამ ქალს იმდენად უნდა საუბარი ვინმესთან რომ გწნობს რომ მე უარს ვერ ვეუბნები და ისე აღმოჩნდებოდა ხოლმე ნახევარ საათი ერთ საათი ამ ქალს მუსმენ რომ მე თვითონაც ვერ ხვდებოდი რა შინაგანად მაქვს საშინელი დაძაბულობა მოჭიმულობა რომ მინდა გამოვიქცე ხა იქიდან იმიტომ რომ ჩემი საქმე მიგვიჭდება მაგრამ უბრალოდ შინაგანი რესურსი არ გამაჩნია რომ ამ ქალს უთხრა რომ ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ეხლა მეჩქარება უნდა წავიდე და მეშინია რომ ამ ქალის თვალში ვიქნები უძდელი მიუღებელი და ხო უარს ვერ ვეუბნები რა და მეცნებოდა იმაზე რომ ვერც მივხვდი საერთოდ ამ დღეებში გავიხსენე ვერც მივხვდი აი ამ უარის თქმიდან რომ არ მცალია და თუ შეიძლება ეს ისტორია მე გავაგრძელოთ მაქედან მივედი იმ დონემდე რომ ამ ფალს სახში ვტოვებდი ხოლმე სამსახურის მერე ძალიან ბევრჯერ დავალდები ვარ სამსახურს ოდეს მორჩებოდა ნახევარ საათი 40 წუთი და მანქანით სახში მივყავდი რა და უბრალოდ ასაცილო არის ის რომ ამ სახში დატოვებიდან ერთ დღესაც ეს ქალი მეუბნება რომ ტელევიზორი გამიფუჭდა და იქ გამოხვიდე გამიკეთო რა და მან უკვე აი რაღაცა ხო არის რომ ვიგროვებ ეს თვეები გრძელდება რა ვიგროვებ და ამ ტელევიზორის ამბამდე რომ მივედი უარი უთხარი როგორღაც არ ვიცი როგორ უთხარი მე მგონი ძალიან უხეშად და უძელურად უთხარი ეს უარი და მაგის მერე მაღაზიაში აღარ შევსულვარ რა სადღაც ერთი წელი მაღაზიაში აღარ შევსულვარ იმიტომ რომ ვიცოდი რომ იქ თუ შევიდოდი საშინელი წანჯვები მქონდა შინაგანით ერთი წლის მერე დაახლოებით ეს ამბავი მიმავიწყდა აღარც მახსოვდა და რო შევედი ამ
ამ მაღაზიაში ეს ქალი დავინახე. პირველი ემოცია რაც წამოვიდა იყო ის, რომ არ მესიამოვნებდი, რომ ყველაფერი გამახსენდა აბსოლუტურად რა, რაც ეხა გავაზიარე და რაც იყო. ის ემოციები, რომ როცა შემიძლია უარი მისცეს და პირდაპირ მოლოდინი შევიქმნენი, რომ ეხა ამ ქალთან საუბრისას ისევ დაიწყება თავიდან ერთწრე, რომ ეხა გამიხსენებს, დაიწყებს მოყოლებს, მე ისევ სახში ასვლას მთხოვს. და მაგრამ აქვე აზრი შემომივიდა, რომ იდეაში ეს ყველაფერი ჩემი მოლოდინებია და ჩემი ფიქრებია რა. მე პროგრამამდე არ მქონდა რესურსი, რომ ადამიანისთვის უარი მეთქვა. ეს აზრი დავაფიქსირე და გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი და მივსალმებოდი. რადგან ამ ურთიერთობაში იმ ქალის ნაწილი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის. მე ერთ-ერთი რაც შემიძლია გავაკეთო არის, რომ პასუხისმგებლობა ავიღო ჩემს ქმედებაზე. და თუ არ მსალიან, თუ დრო არ მაქვს, ან თუ არის თქმის სურვილი მაქვს, დავიღო პასუხისმგებლობა და ვთქვა. ამას მასწავლის პროგრამა და ამ პროგრამის ინსტრუმენტებით ესე მომარჯვებული მივედი და ამ ქალს მივესალმე. და მივესალმე ამ ქალმაც ესე ძალიან ისე ორი სიტყვით მომესალმა და უცებ მეუბნება რომ აი ამ ასორტიმენტზე ფასდაკლება გვაქვს ხო არ შეიძლება და მივხვდი რომ საერთოდ არ ვახსოვარ ამ ქალს და აი აბსოლუტურად ნულია კონტაქტი ჩვენ შორის არ ვახსოვარ და მე რომ მგონია რომ ეს ერთი წელი ახლა ჩემზე ფიქრობს რომ ასაშნელი ადამიანი ვარ და ესე დაუმეგობრდი და მე მივატოვე და ერთი წელი არ გამოჩდი იდეაში ეს ქალი ჩემსავით ჩვეულებრივად იმ თავისი რაღაც ისტორიების მოყოლის და გაყუჩების მდგომარეობაშია, რასაც მე ვერ პოვლობ სხვა ადამიანებში და იმანაც მე როგორც დამოკიდებული ადამიანი იმ მომენტში თავის საჭიროებიდან გამომდინარე ესაუბრა და მიზიარებდა ის მისი გაზიარებაც უნდოდა. და აი ეს ისტორიაც ის მას მეუბნება რომ ჩემი მოლოდინები აბსოლუტურად განსხვავდება რეალობისგან. მე ჩემ თავში რა ისტორიაც ლაგდება და რა სიტუაციებიც ლაგდება ეს აბსოლუტურად არ არის ფაქტი და არ ნიშნავს რომ ეს ესე არის. რა დამოკიდებული ადამიანის განმარტებაც ეგ არის ჩემში და ემოციონალური ადამიანის განმარტებაც ეგ არის რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დღის სხვადასხვა მონაკვეთებში მიდგება მომენტები რომ შევდივარ შეფასებაში და მიჩნდება შეფასების შიში რადგან ჩემი გონება მოწყობილია ესე რომ მე ადამიანს ჩემდა გავანალიზებლად ვაფასებ და რაღაც ჩარჩოში ვაქცევ და მივხვდი რომ ავტომატურად მე როგორც კი ადამიანს შევაფასებ და რაღაც შეფასებას გავუკეთებ, ავტომატურად ამ შეფასებას უკეთებ ჩემ თავსაც. რადგან მე როგორც დამოკიდებული ადამიანი არ შემიძლია რომ ვიყო ვიღაცისგან მიუღებელი. ამიტომ თუ მე ადამიანზე ვთქვი რომ ამ ადამიანში ეს არ მომწონს, იქვე აუკრძალე მე ჩემ თავს, იგივეს გაკეთება თუნდაც შემთხვევით ან შეცდომით. რადგან ჩემთვის ხო ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დამოკიდებული ადამიანი, რადგან მგონია რომ მე თუ ამ პრინციპებს დავარღვევ და ამ პრინციპულობას არ შევინარჩუნებ, სხვა ადამიანი მერე მეტყვის რომ შენ არ გაქვს სათქმელი, იმიტომ რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს როგორც კი სხვა ადამიანი გააკრიტიკე და პროგრამა მეხმარება დავინახო ის რომ სხვა ადამიანების მიმღებლობით ზუსტად ისეთებად როგორებიც არიან და ჩემი მოლოდინების არ შექმნით, ამით ჩემ თავს ვიღებ ისეთად როგორიც ვარ და არ ვიქმნი მოლოდინებს რომ მე ხვალ შეცდომას დავუშვებ თუ არა. პროგრამა მაძლევს საშუალებას, რომ მივიღო ჩემი თავი დღევანდელი სიტუაციით და როგორც სასწავლო ურთიერთობები მეუბნება, ჩემი მოვალეობაა დაუშვა შეცდომები, რადგან ამ შეცდომებით შემიძლია ვისწავლო და მე მაქვს უფლება რომ შეცდომები დაუშვა. უბრალოდ მთელი ამ შეცდომების კრიტიკა, რასაც მოვაყოლებდი ხოლმე და მიუღებლობა, ეგ არის ჩემთვის დამაზიანებელი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნა, ემოციონალურ ადამიანმა არ იცის ემოციებთან მუშაობა, არ იცის საკუთარ თავთან მუშაობა და არ იცნობს, უბრალოდ საკუთარ თავს არ იცნობს. მე მთელი პროგრამამდე ცხოვრება გატარებული მაქვს იმაში, რომ ყოველდღიურად ჩემ თავს ვეჭხუბები, ვაკრიტიკებ და დარჩივარ იმაში, თუ როგორ დავუშვი გუშინ შეცდომა. და ამავდროულად ამ კრიტიკისგან და გაკიცხვისგან მიჩნდება შიში, რომ ხვალაც იგივე არ დავუშვა. და ყოველდღიურად ჩემ თავს ვესაუბრები, რომ აი გუში რა შეცდომა დაუშვია, უარგისი ხარ და აღარ გახდე ხვალაც უარგისი და არ დავუშვა ეს შეცდომა და აი მოჭიმულობაში ვცხოვრობ. ანუ დღევანდელი დღე არ არსებობს ჩემთვის როგორც დამოკიდებული ადამიანისთვის, მხოლოდ არის წარსული სინანული და ამომავლის შიში. პროგრამაში ხო და აი ამ ესეთი გონებით, ესეთი ცხოვრების სტილით ძალიან რთულია რა ადამიანებთან ურთიერთობა და პირველ რიგში რთულია ადამიანებმა იურთიერთონ ჩემთან, იმიტომ რომ ვქმნი რაღაცნაირ დაძაბულობას, რომ ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ სახში შევდივარ და ეს დაძაბულობა შემომაქვს. მე იმდენად ვარ ჩემ თავში მოჭიმული, იმდენად ვარ დაძაბული და მიუღებელობა მაქვს ჩემი თავის და სხვა სიტუაციების მიმართ, რომ იქ ვერ ვაკეთებ დაშვებას, რომ შეიძლება ჩემი ემოციური პრობლემებიდან გამომდინარე იყოს, მე ვადანაშაულებ სხვა ადამიანებს და გარემოებებს და ეს დაძაბულობა სახში შემომაქვს. აი მქონდა ხოლმე განცდა, რომ სახში შევდიოდი და უცებ სიტუაცია შეიძლება იყოს, რომ ხალხი იცინის, რაღაც ოჯახის წევრები იცინიან რაღაცას ერთმანეთში ლაპარაკობენ და უცებ ყველაფერი ჩუმდება რა, აი უცებ
რაღაც მხოლოდ დასადგურებული არის აი ეს სიმწაფე, რაც მე შემოვიტანე დაძაბულობა და ეს ხალხი თვითონ მგონი მაგ შეიძლება რომ მაკვირდება და ცდილობს რომ მოერგოს ამ სიტუაციას რა განწყობაზეც მე ვარ, მიჩნდება განცდა რომ ეს ადამიანები ცდილობენ ამოიკითხონ ჩემში ემოციები, რომ მე მომერგონ, იმიტომ რომ იციან რომ ჩემი ეს რაღაც საუბარში შემოსვლა, ისე როგორც მე მიმაჩნია რომ ესე არ უნდა შემოსულიყო ჩემ და საუბარში ძალიან დიდ კამათს და ჩხუბს იწყებს ხოლმე როგორც წესი და დანართულია რა ადამიანებთან ცხოვრება და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია პარტნიორული ურთიერთობების გაფუჭებაც, ერთმანეთის ვერ გაგება, ჩამოყალიბდა აბსოლუტურად სხვანაირი სხვადასხვა ინტერესები და როგორც თქვი ეს ადამიანი იყო რა პროგრამაში, პროგრამული ინსტრუმენტებით ხელმძღვანელობდა და ვატყობდი რომ დღითიდღე მისი სურვილები ჩემისგან განსხვავდებოდა. სკოს რაღაცნაირად თავისუფალი და გახსნილი ადამიანი ხდებოდა, რომელიც ბუნებას უახლოვდებოდა, ადამიანებს უღიმოდა, მე კიდევ ვერ ხვდებოდი რა რავი. ჩვენაერ ცხოვრებაში საერთოდ რა არის გასაღიმი რა, არაფერი არ ხდება ცხოვრებაში კარგი და ეს ადამიანი რაღაცნაირად უფრო თავისუფალი და მხერული ხდება და რა თქმა უნდა ჩვენი გზები აბსოლუტურად სხვა მხარეს ვითარდებოდა და მე შინაგანად ყველაზე მეტად ის მაწუხებდა რომ შინაგანად გძნობ რომ ეს დახმარება მჭირდება, შინაგანად გძნობ რომ მეც მინდა ის რაც მას აქვს, მაგრამ არ მყოფნის გამბედაობა რომ ვაღიარო დახმარება მჭირდება. ხშირად ყოფილა რომ გვისაუბრია და უთქვია რომ იცი რა ვატყობ რომ გიჭირს და ეს მეც დამეხმარა და იქნებ შენც დაგეხმაროს. აი შინაგანად ხელში ბურთს უგრძნობ რომ მინდა რომ რაღაცნაირად აღმოვთქვა რომ ხო მინდა რა დახმარება დამეხმარა, მაგრამ აი ეს გაჭედილი ბურთი და ეს ჩემი ეგოცენტრიზმი არ მაძლევს ამის საშუალებას. ხშირად ჩამეყლება ცრემლები იმის გამო რომ არ შემიძლია თქვა რომ დახმარება მჭირდება. ხანდახან მქონია განცდა იმისი რომ ამ ცხოვრებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ მაქვს იმის გამბედობა რომ მოვითხოვო დახმარება. ხშირად ჩემ ფიქრებში მithქვია რომ ხო მინდა დახმარება, მაგრამ მამაღლა ვერ მithქვამს ეს რა. და მე რჩდება განცდა რომ მე არ მაქვს გამბედაობა იმისი რომ მოვითხოვო დახმარება. და არც არავის არ ესმის ჩემი, იმიტომ რომ ეს იმდენად მტკივნეული არის. როცა მარტო ვარ სამყაროში და სხვა ადამიანს არ შეუძლია რომ დამეხმაროთ და ვერ გამიგოს ხო რომ ეს კიდევ უფრო ამწაფებს მე ჩემ სიტუაციას და ну ამ სიმწაფრემ რა თქმა უნდა შეუძლებელი გახადა ჩვენი ეს ურთიერთობა ჩემო ყოფილმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ურთიერთობა უნდა ესრულებინა. ну ხშირად მოხდა ეს რომ პაუზა აგვირიან ურთიერთობა დაგვისრულებია, მაგრამ და ესეც ჩავთვალე რა როცა დამერეკა და ნუ ის მომენტში საქართველოში იყო მე ამერიკაში, როცა მიიღო გადაწყვეტილება და მითხრა რომ უნდა დავშორებოდით, აი გულობთ რომ გითხრათ სადღაც მესიამოვნა რა, მესიამოვნა, იმიტომ რომ მივიღეთ რაღაც რიგითი ჩვეულებრივი პაუზის აღება, რაც ურთიერთობებში ხშირად ხდებოდა და ეს რაღაც მესიამოვნა, იმიტომ რომ როდესაც თავს განცალკევებლად გძნობდი, მიჩნდებოდა განცდა რომ მინდა ავიღო პაუზა ურთიერთობაში. მაგრამ არც იმის გამბედაობა არ მაქვს თქვა რომ პაუზა მჭირდება, იმიტომ რომ თითქოს მგონია რომ ამით იმ ადამიანს იმ დონეზე ვაწყენ და დავაზიანებ, რომ მე არ მაქვს იმის უფლება რომ პაუზა ავიღო ურთიერთობაში და აქ შემოდის შეფასების შიში რომ იმ ადამიანისთვის მე შეიძლება ამ პაუზის მერე სასურველი აღარ ვიყო და თითქოს რაღაც ისევა რა. არც ამას უშვებ ხელს, არც იმას ვიღებ და თქოს რაღაც აი შპაგატის პოზიციაში ვარ რომ თან მინდა და თან არ მინდა და გაურკვევლობა მჭირს და ნუ მოკლედ ესეთივე პაუზის მომენტად ჩავთვალე, იმიტომ რომ ეს ადამიანი ხშირად იღებდა ხოლმე ამ გადაწყვეტილებას ყველაფერი ამის გამბედაობა და ესეთ ჩავთვალე რომ ესეთივე იყო. მაგრამ დღითიდღე ჩვენი კონტაქტი ცოტავდებოდა და ბოლოს ამ ადამიანმა მითხრა რომ საერთოდ გავწყვეტოთ ურთიერთობა და ხო რომ მეორეჯერ აღარ შემომეხმიანო, მეჯერ აღარ დამილეკო, არ ვიცი საერთოდ შემიძლია თუ არა ურთიერთობა, ან საერთოდ რა არის ჩვენი ურთიერთობა და მჭირდება რომ ცალ-ცალკე ვიცხოვროთ და ხო რომ აღარ დამილეკოთ. ხო, სანამ ეს ამ სიმწაფეს მიიღებდა და ბოლო გადაწყვეტილებაზე მეტყოდა რომ უნდა ჩაიხსნას ჩვენი ურთიერთობა. ყოველთვის საერთოდ ხელი გავიყო ბოლომდე, ეგეთი დამოკიდებული ადამიანის ყოველთვის ჩემი გამოცხადება რომ როგორც თქვი, სადღაც გულის სიღრმეში მინდა დახმარება და ვიცი რომ დახმარება მჭირდება, მაგრამ ამ ჩემი ეგოცენტრიზმით ვერ ვახერხებ აღიარებას და ბოლომდე გულახდელი გავიყო ჩემს ამ ურთიერთობაში უკვე ვატყობდი რომ ცოტა გაუგებრობისკენ მიდიოდა ურთიერთობა და იმ ადამიანს ყოველთვის ხარ სრული ამ ურთიერთობის დასრულების დროებით ფიზიკურად ვეღარ უგებდით. ჩემ თავში ყოველთვის ვიძახი ხოლმე რომ ოკეი, პროგრამა ვიცი რომ გამოსწავლად არსებობს, ვიცი რომ ეს ადამიანი პროგრამაში არის და ვიცი რომ მასაც უნდა რომ მე პროგრამაში ვიყო. ამიტომ თუ ურთიერთობა მიიღებს რაღაცნაირ ცუდ სახეს და დაშორებისკენ წავა, მე ჩავერთობი პროგრამაში. რაღაცნაირად კოზირად ვიტოვებ ამ პროგრამას. რომ თუ დამჭირდება ბოლოს მე მივალ რა, უკვე ბოლოს რო აი გემიდან გადამოხვდე, მაგ შემთხვევაში გადმოხვდები რა.
და ისე მოხდა ჩემთან მოულოდნელად, რომ რა თქმა უნდა ეს ჩემი ეგოცენტრული გეგმა ვერ განახორციელა, ისე დასრულდა ურთიერთობა და სანამ ამ გეგმას განახორციელებდი, ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ მე მინდა რომ ურთიერთობებში მისაღები ადამიანი იყო რა. მე შეიძლება არ ვიმოქმედო გულახდილად, მაგრამ სხვა ადამიანისთვის დასანახად მინდა რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გულახდილი იყოს და შინაგანად ყოველთვის მტკივნდა ხოლმე რა, რომ თუ მე ურთიერთობებში მინდა რომ პასუხისმგებლობა ავიღო, მაშინ რაღაცნაირად ამ ადამიანებს უნდა ვიზრუნო და ნუ მის სპონსორს დაურეკე და ვკითხე რომ აი რით შემიძლია რომ ამ ადამიანს დავეხმარო რა ვაწყობო ჩვენი ურთიერთობები ფუჭდება ვიცი რომ პროგრამაშია ვიცი რომ პროგრამული ადამიანისთვის მის ოჯახის წევრებს დიდი როლი აქვს და ნუ რით შემიძლია რომ დავეხმარო რა იქნებ მითხრა მერჩი როგორც მისი სპონსორი და იმ ადამიანმა მითხრა რომ ერთადერთი რითაც შეგიძლია დაეხმარო არის ის რომ შენ თავს დაეხმარო და მე მოიცა ჩემგან რა გინდა რა ანუ მე მოვედი აქ რომ ის ადამიანი გადავარჩინო და იმ ადამიანს დავეხმარო და მე შემეშვია ჩემგან რა გინდა მე რატო უნდა დავიწყო გამოჯამწელების და ძალიან დიდი მიღებლობა დამიწყო და ნუ იმ ადამიანმა ძალიან გარკვევით მითხრა რომ არ არსებობს რამე ინსტრუმენტი რითაც შენ დაეხმარები და თუ გულწრფელად გინდა რომ დაეხმარო დასვი შენ თავთან კითხვა რომ სჭირდება თუ არა დახმარება და გამოჯამწელება და ამაზე დაფიქრდი რა ну, რა თქმა უნდა, ვცდილობიანად ვთქვი, რომ კაი დაფიქრდები მეთქი, მაგრამ რამოდენიმე თვე ისე გავიდა, რომ არც გამხსენებია საერთოდ რა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი 100%, რომ მე იქ დახმარება აბსოლუტურად არ მჭირდება. გულახდილად ვიყავი მისული იმისთვის, რომ ჩემს პარტნიორს დავხმარებოდი და ამ ადამიანმა შეთავს დაეხმარებოდა. მე ვიცი, რომ მოსაჯამწელები არ მაქვს არაფერი რა. და ნუ ჩვენი ამ ყოველთვის მე მოხდა ის, რომ ურთიერთობა ძალიან ჩაიხსნა ჩემი პარტნიორი და გადააწყვეტა ურთიერთობის დასრულება. და როცა გავანალიზე ის მომენტი, რომ ეს ყველაფერი არადროებით დასრულდა, არამედ კონტრაქტზე საერთოდ აღარ გამოდის და პირიქით მითხრა, რომ უნდა დავასრულოთ, რომ თქო აღარ შემომეხმიანო. აი რაღაცნაირი მომენტი მოხდა რა ჩემს ცხოვრებაში. აი ერთი ჩასულ თქვით, დამეწყო საშინელი პანიკა, შფოთი და საშინელი სევდა და დარდი საკუთარი თავის მიმართ, ის რომ ეს როგორ დამემართა რა, ანუ ამდენი ხანი ამ სიბნელეში როგორ ვიყავი, როგორ ვერ მივხვდი რომ ჩემზე ბატონობს ეს დაავადება და ციციკში არის ის რომ დავმარცხდი ალკოჰოლი ბატონობდა ჩემზე და ზუსტად ეგ დამემართა რომ დავმარცხდი ჩემი დაავადება ბატონობდა ჩემზე და იქ რაღაცნაირად თვითონ ცხოვრება დასრულდა რა აი არ იყო რაღაცნაირი მოქმედების სურვილი არ იყო იქ რაღაცნაირი ურთიერთობის აღდგენის სურვილი იქ მხოლოდ ის იყო რომ ემოციები და დაავადება ბატონობდა ჩემზე. და რაღაცნაირად დავინახე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვიყავი თოჯინა, გამობმული ამ ძაფებით და ძაფების სათავეებში ჩემი ემოციები და ეს ემოციები როგორ დამატარებენ და 27 წლის განმავლობაში აი ესე მართულად ჩემი ემოციებისგან მართულად ვიცხოვრე და უბრალოდ ვერ ვპატიობდი ჩემ თავს, რომ როგორ ვარ ესეთი დეგენერატი, რომ 27 წელი ვერ მივხვდი, რომ საერთოდ რობოტი ვარ რა, ანუ რაღაცნაირი მოსიარულე ფიზიკური სხეული ვარ, რომელიც ნებისმიერ თავის მოქმედებებს აკეთებს ისე რომ გაანალიზებაც კი არ შეუძლია. კითხვის დასმა არ შეუძლია, რომ მე ხა დღეს რა შემიძლია გავაკეთო ჩემი გამოჯამწელებისთვის. ხო, ძალიან რთული მომენტი იყო ამის საკუთარ თავთან აღიარება. და ნუ დაურეკე ისევ ამ ადამიანს და უთხარი რომ მეთქი იცი რა მივხვდი რა მე მგონი მივხვდი მაგრამ ამ მიხვედრაში კვდები და მაგ განცდა რომ დღესღამე რაღაცნაირად მარტო ვერ გავატარებ რა მაქვს განცდა რომ დახმარება მჭირდება და ერთ-ერთი გზა ვინც დამეხმარება ეს შეხა და ხომ მითხარი ოღონდ მაგ საუბარი ამ სპონსორს საუბრეკი და მაგან მითხარო ხო არის ადამიანების გაერთიანება თანამეგობრობა ვისაც აქვს მსგავსი გამოცდილებები და დამამატებდა ამ ჯგუფში და დამამატა იმ დღესვე ჯგუფში და ჯგუფში მართლობს რომ არც სალამი არც არაფერი პირდაპირ მოვიწერე რომ ჭირდება სპონსორი და ნუ ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა მითხრა რომ ამ ეტაპზე სპონსორი არ არის თავისუფალი და რეკომენდაცია იყო რომ ეს 90 დღე დავსწრებოდი ანუ იმ დღესვე რა თქმა უნდა საღამო იყო უკვე მაგრამ მეორე დღეს 9 საათი გახდა თუ არა მოვიწერე რომ რაღაცა ველოდებოდი როდის დაიწყებოდა და 10 წუთი გადაცდა 9 საათს და მაშინვე პანიკაში მოვიწერე რომ რა ხდება მეგობრებო ჯგუფი დღეს არ ტარდება და ნუ ეს დღეს 4 შაბათი 4 შაბათობით ლაივ შეხვედრა
და ონლაინ შეხვედრა არ იქნებოდა და ლაივ შეხვედრა და ვერ დავეცლებოდი, რადგან ამერიკაში ვიყავი და არა საქართველოში. მაგრამ ის დღე როგორ გავატარე მართლა არ მახსოვს რა. ერთადერთი მახსოვს რომ 2 დღის განმავლობაში ამ ადამიანს ჩემი ყოფილი მეუღლის სპონსორს 2 დღის განმავლობაში ვურეკავდი და თხოვდი რომ ხო რაღაცა მესაუბრე, იმიტომ რომ მაქვს შეგრძნება რომ ეხლა მოვკვდები რა. მაქვს საშინელი დანაშაული შეგრძნება და მაქვს ხანცდა რომ თითქოს ისეთი შეცდომა დავუშვი ცხოვრებაში, რომ ამის გამოსწორება შეუძლებელია რა. და ხო იმ ადამიანმა რაღაცნაირად აი გულწასულს რომ ნიშადურ შეასუნთქებენ ხოლმე ეგეთი დახმარება გამიწია თავისი უბრალოდ ახსნით რომ ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი არ იცნობს საკუთარ ემოციებს და პირველი რაც მან ჭირდებოდა იყო ის რომ დამერქო ჩემი ემოციებისთვის სახელი და რაღაცნაირად მომეხერხებინა ის რომ წარსულის გვემაში არ გადავსულიყავი და მომავლის შიში არ მქონოდა და მახსოვს რომ ეს ადამიანი ამ ყველაფერს მიხსნის და მე ვგრძნობ რომ რაღაცნაირად ჰაერის ჩასუნთქვას ვახერხებ რა. იმიტომ რომ სრული შეგრძნება მაქვს რომ ჰაერს აღარ ვისუნთქავ. და ემოციებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი მომენტისთვის, რადგან რაღაც შეგრძნება რომელიც მგონია რომ კლავს, არ ვიცი რა შეგრძნება რა არის. ვერ ვარქმევ სახალხო, ვერც ვერავინ ვერ მიხსნის, გარდა ამ ადამიანის. და ჯგუფებზე როცა პირველ კოლზე რომ შემოვედი და ადამიანებმა დაიწყეს გაზიარება, მახსოვს კალმით და ფურცლით ვიჯექი და ვინმე თუ რამეს ეკითხო და ვიწერდი რა ამ ყველაფერს. ჩემი ეგოცენტრიზმი გარდა იმისა, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს შეგრძნება რომ კვდები, ჩემი ეგოცენტრიზმი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე ვთქვა რომ აი დამეხმარეთ, ვინმე ეს გამიზიარეთ რა. ემოციების წარდგენა რო იყო, ხმაც არ მომიღია რა. ვიცოდი რომ სავალდებულო არ იყო, მაგრამ სულ სავალდებულო ყოფილიყო, იქნის ამოღები არ ვიყავ ისე მეშინოთ ამ შეფასების რა. და ერთი საინტერესო მომენტი არის ის, რომ აი ამ გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად ეს ადამიანი მეუბნება, რომ ალბათ ჩემი საუბრიდან დაინახა, რომ ეს ამის თქმა მჭირდებოდა, რომ ნუ გეშინიაო რა ამ ჯგუფებზე არიან საკმაოდ წარმატებული ადამიანები, ბიზნესმენები, ცნობილი ადამიანები, უბრალო ადამიანები, ყველანაირი სფეროს წარმომადგენელი ადამიანები და შენ თავს კომფორტულად იგრძნობა და მივხვდი, რომ ეს მაშინ ძალიან მესიამონა და დღეს კიდევ ხვდები, რომ ის ადამიანი ძალიან კარგად იცნობდა ეგოთი დაავადებულ ადამიანს და მითხრა ეს სიტყვები რადგან მე მაშინ მჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩემი ეგოცენტრიზმი აი ამ სიკვდილის მიუხედავად არ მაძლევს საშუალებას, რომ ვიღაცისთვის მოვითხოვო დახმარება რა. არ შემიძლია ხალხმრავლობაში გავაკეთო განაცხადი, რომ მე დახმარება მჭირდება და ასე შემდეგ. ამ ადამიანთანაც რომ მივედი, თვითგადარჩენის მიზნით მივედი. ჯგუფებზე გაზიარება და სხვა ადამიანების გაზიარება ძალიან დამეხმარა და მაგძნობინა ის, რომ ჩემი დაავადება და პრობლემები არ არის უნიკალური. არ ვარ სამყაროში მარტო და არიან აქ ადამიანები, ვისაც იგივე განუცდიათ. სადღაც ალბათ 2 თვის განმავლობაში უბრალოდ ვესწრებოდი კოლებს და ვიწერდი ინსტრუმენტებს, იმიტომ რომ არც გაზიარება შემეძლო და არც ამის გამბედაობა არ მქონდა. და აი 2 თვის განმავლობაში რაღაც ინსტრუმენტები რაც ავკრიბე და ჯგუფ მეგობრებმა რომელმაც მიხდნენ რაღაც დახმარება მჭირდებოდა და ჯგუფის გარეთ მწერდნენ, იმათი დახმარებით რაღაცნაირად ხო დღითი დღე ვაგორებდი რა. ცოტა უკეთესობა რო ვიბრძენე, დავურეკე ისე ჩემი ყოფილი პარტნიორის სპონსორს და ვუთხარი რომ იცი რა, ნუ ჩავერთე რა პროგრამაში ცოტა უბრალოდ უკეთესობისკენ ვგრძნობ, მინდა რომ მივყვე რა ამ პროგრამას და იქნებ დაველაპარაკო ჩემს ყოფილ მეუღლეს და ვუთხრა რომ რაღაცნაირად ურთიერთობა აღვადგინოთ და ამ ადამიანმა მითხრა რომ ნუ მან უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების ცვლილება შეიძლება მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს და მოდი გამოჯანმრთელება რახან შენს გადაწყვეტე ამას ბოლომდე მიიღეთ რა და რეკომენდაცია არის ის რომ ფული გადაწყვეტილებები და მსახური გადაწყვეტილებები არ მიიღო მას შემდეგ ეს პროგრამაში ჩავერთე იმიტომ რომ მე დღეს ხვდები რომ მე როგორც ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი ეს შეიძლება კვდებოდე მაგრამ ხვალ ვიძახე რომ ჯანმრთელივას ჩემი ემოციები დღემდე იცვლება და ჩემი ემოციები არ მაძლევს იმის საშუალებას რომ თუ მე ინსტრუმენტებს არ ვიყენებ რასაც პროგრამა მთავაზობს არ მაძლევს საშუალებას რომ ყოველ დღეს რაღაც შევხედო და დავსვა ჩემ თავში კითხვა რომ დღეს მე რას ვგრძნობ და დღეს რა არის ჩემთვის გულწრფელობა და გულწრფელად მინდა თუ არა ამ თუ მოქმედების გაკეთება მახსოვს ნაბიჯები რო დავიწყე და იქ ნაბიჯების კითხვებს გავდიოდით საწყობზე ვიწექი და აი სრული კირილის პროცესში ვაკეთებდი ამ კითხვებზე პასუხს და თან წერდი კითხვებზე პასუხს თან ვტიროდი და ჩემ თავს ვერ პატიობდი და ეს რელიგიდან იყო ჩემ თავს ვერ პატიობდი რომ როგორ ჩავიგდე ჩემი თავი მდგომარეობაში რომ ეხლა არანაირი გამოსავალი აღარ მაქვს
გარდა ამის კეთების, ეს კეთებაც არ მსიამოვნებს, მაგრამ ვიცი, რომ სხვა გამოსავალი არ მაქვს რა. და როგორ მივედი იმ დონემდე, რომ ამის კეთება მიწევს ახლა. და ჩემი გონება სულ გამუდმებით რეჟიმში ერთი წამი არ გაჩერებულა, მთავრობს ესეთ აზრებს, რომ მე მგონი რაღაც სექტაში ვარ და მგონია რომ რაღაც ადამიანები არიან აქ, ვინც ერთმანეთს რაღაცებს აჯერებენ და ჩემი ცვლილება უნდათ და მე უნდათ რომ მეც აი ამ სექტაში გამაწევრიანო და მოდი ირაკლი მე მგონი ჯობია რომ რაღაც აქამდე რა ხერხებით სადა ისევ იმას მიუბრუნდი რა. ან რავი ადექი და იوارდიში ყოველდღე და შენ თავი მოხოდე და რაღაცნაირად გამოვიჩინე ეს მამაკაცურობა და სიმამაცე და შენ თავს მიხედე შენ თვითონ რა შეგჭირდება ეს დახმარებები და მახსოვს რომ აი ეს აზრები გაუჩერებლად რეალია ჩვენ თავში. მაგრამ არის რაღაც მომენტი, სადაც ჩემი თავი, ჩემი შინაგანი მეუბნება რომ ისევ იმ დამოკიდებულებაში შევდივარ, ისევ იმ აზრების მოხმარებაში შევდივარ, რა აზრებამდაც აქამდე მომიყვანა. არის რაღაც მომენტი, სადაც ჩემ თავთან მჭირდება გულახდილად ვაღიარო, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ თავს ვიმართლებ და ეს ჩემი ხმა არის, და არის ჩემი ეგოცენტრიზმის ხმა. ეგ იყო პირველი შეჯახება ჩემს ეგოცენტრულობას და სადაც მივხვდი, რომ ჩემში არსებობს ორი ადამიანი რა. ერთი არის გამოჯანმრთელობაში მყოფი ადამიანი, რომელიც არ უსმენს თავის აზრებს და მეორე ადამიანი, რომელიც სრულიად დამოკიდებულია თავის ეგოცენტრიზმზე და ამ ეგოცენტრიზმით მოქმედებს. ეგოცენტრიზმი არის რაღაც ჩემში არსებული ჩემი ნაწილი, რომელიც იკვებება ამ ჩემი დესტრუქციული ქმედებებით. ეგოცენტრიზმი არის ის მდგომარეობა, სადაც ჩემი ეგო გააკეთებს ყველაფერს, ოღონდ თვითონ არ დაზიანდეს. და რეალურად გამოჯანმრთელების გზა თავიდან ბოლომდე თავის თავში მოიხსენიებს იმას, რომ ჩემი მთელი სულიერი დაავადება არის ეგოცენტრული დაავადება და ჩემი ინსტრუმენტები მე ვაკეთებ იმას, რომ ეგოს არ ვაყენებ წინა პლანზე და არ ვმოქმედებ ჩემი ეგოცენტრიზმი. ამ დანებების პროცესში ხო ძალიან მტკივნეულია იმის გაანალიზება, რომ მე არ შემილია ხვალინდელი და ზეგინდელი ტიპის დაგეგმვა და პროგრამა მეუბნება, რომ მხოლოდ 24 საათი შემილია, 24 საათზე შემილია არ იყო პასუხისმგებლობა და ეს 24 საათი ძალიან მტკივნეული იყო ხანს და მე მახსოვს, რომ ღამე ძილიც კი რთული იყო. და ეს 24 საათი ძალიან ბევრი იყო რა. პროგრამა მეუბნება, რომ იცი რა შენ მთელი ცხოვრება არ დაგეგმო, რაც თავისთავად შეუძლებელი იყო, დაგეგმე 24 საათი. ეს 24 საათი ძალიან ბევრი იყო და მახსოვს, რომ მაშინ ჩემი სპონსორი ძალიან დამეხმარა, რომ იცი რა 24 საათი თუ გებევრება, იმისთვის რომ გამოჯანმრთელებაში იყო, მოდი ეს 24 საათი შეამჩნირე 1 საათზე. 1 საათი თუ გებევრება, შეამჩნირე აი 10 წუთზე და ეს 10 წუთი დამეხმარა ზუსტად ის, რომ ჩემ თავს ეუბნებოდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა აზრები და ფიქრები მიტრიალებ ჩემ თავში და რა ეხლა რაც მეუბნება ჩემი ეგოცენტრიზმი, რომ ამ პროგრამას თავი დავანებო და არ არის საშუალო, ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მოდი აი ეს 10 წუთი მე ისე პროგრამაში დავუჩერდი და ამ პროგრამას მივყვები. 10 წუთის მერე თავიდან გადავხედავ რა და აი ამ 10 წუთის გადავადებით დღეს ვარ პროგრამაში და ამ გადავადებით ყოველდღურად ვწნობ როგორ მიდის ჩემი გამოჯანმრთელება თავისუფლებისკენ და რაღაც სიცოცხლის სიხარულისკენ, რომელიც მივიღე მხოლოდ იმ გამოცდილებით, რომ პროგრამამ დამანახა, რომ ემოციებზე დამოკიდებული ადამიანი გარდა იმისა, რომ თავის ემოციებს არ იცნობს, გამუდმებით თავის თავს უყვება ისტორიას და ამ ისტორიის ჯერა რა. ჩემი ფიქრები არის ზედმეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის. ამ ფიქრებით რაღაც ჯაჭვებს ვაგებ და იქმნება ერთი საერთო ისტორია და ამ ისტორიას უყვებით მთელი დღის განმავლობაში ჩემ თავს. მე ამ ისტორიის მე თვითონ ჯერა და ამ მოგონილ ისტორიაში ვიტანჯებ. ეს მოგონილი ისტორია აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტია რა. პროგრამის განმავლობაში მახსოვს საათობით ვიდექი შხაპის ქვეშ და განვლილ სიტუაციებს განვიხილავდი და ვიღაც ადამიანს არ ვეჩხუბებოდი და საქმეს ვურჩევდი და ამას ესე რომ ეთქვა ეს უკეთესი იქნებოდა და მოდი ამას ვშევხვდები ესე ვეთქვი და რაღაც ილუზიაში ვცხოვრობ. მე როგორც დამოკიდებული ადამიანი მგონია რომ ჩემს გარშემო რეალებს თელი სამყარო და ჩემ თავში როგორც დადალაგდება ეს სიტუაცია და მე როგორც შევაფასებ, აი ესე ხდება ზუსტად და იმას მეორე ვარიანტიც არ არის. არის მის კითხვა რომ იქნება და ეს ფაქტი არ არის და ჩემი მოგონილი ამბავი არის. პროგრამამ თავის ინსტრუმენტებით მაძლევს საშუალებას რომ მე კითხვის ნიშანი დავსვა, რომ რეალურად ეხლა მე რასაც ვფიქრობ, ეს ფაქტია, თუ მოგონილი ილუზია, რომელსაც ეგო იკვებება და ეგო მაძლევს იმის იმპულსებს, რომ მოდი ჩემი თი მოქმედე, იმიტომ რომ მე ვიცი როგორ ვიცხოვე. დანებება ზუსტად მაგაშია, რომ დავსვა კითხვის ნიშანი. კითხვის ნიშანს როგორც კი ვსვავ, იქვე შემომყავს ის სულიერი პრინციპები, რომელიც მეუბნება, რომ მე არ ვიცი როგორ ვიცხოვრო და უბრალოდ თუ მინდა გამოჯანმრთელების გზაზე ვიყო, მოვითხოვო დახმარება და ეს დანებება არ არის, რომ ერთხელ დავნებდი და ვაღიარე რომ ოკეი, პრობლემა მოხდა, ვიღაცა დამეხმარეთ რა. ყოველ დილით როცა ვიღვიძებ, ჩემ თავთან ვლაგდები, რომ
პირველ რიგში მადლობას ვეუბნები მაღალ ძალას ისე როგორც მე მესმის რომ დღევანდელი დღეც გათენდა და მაქვს ახალი შესაძლებლობა რომ გავაკეთო ერთი სასარგებლო რაღაც საკუთარი თავისთვის ერთი სასარგებლო ამბავი სხვა ადამიანისთვის ამის შესაძლებლობა მომეცა და გავნებდე ნებისმიერ აზრებს და ფიქრებს რაც ჩემს გონებაში ტრიალებს მე ვაღიარებ უძლურებას იმ ფიქრების მიმართ რომელმაც დამაზიანა და მე არ მაქვს იმის საშუალება რომ გავარჩიო ჩემი ფიქრები, რომელიც სასარგებლოა და რომელი არ არის სასარგებლო რა. ჩემი ნებისმიერი ფიქრი, მე ვაღიარებ იმას, რომ ჩემი დაავადებული გონებით ვერ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ პრობლემებიდან გამომიყვანს და ესეთი ძალიან გადამტეხი მომენტი რაც პროგრამაში მოვისმინე, იყო ის, რომ გონება, რომელმაც პრობლემა შექმნა, იგივე გონება ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და ყოველ დღე ამას ვახსენებ ჩემ თავს, რომ მე თუ დღეს რაღაც ახლა გადაჭერის ინსტრუმენტები მომეცა პროგრამიდან მოდი მაშინ ამ პროგრამას მივყვეთ, რომ მე თუ ისევ ჩემი აზრებით დავიწყებ სიტუაციების შეფასებას და დალაგებას, ეს ისევ იმას ნიშნავს, რომ ვისუსმენ დავსვა კითხვა რა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისევ ჩემ გონებას უსმენ და მე როცა უსმენე ჩემ გონებას დავზიანდი და რაღაც მგონია რომ რაღაც სიკვდილთან რაღაც ძალიან ახლოს მდგომარეობიდან მომაბრუნა ამ პროგრამამ და მე თუ ისევ ჩემი გონების ხელმძღვანელობით დავიწყებ ცხოვრებას, ისევ იქამდე მივალ, იმიტომ რომ ეს გონება ვერ ალაგებს კონსტრუქციულ ქმედებას თუ თავის თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს გონება და მართულია ეგოცენტრიზმიდან. ეგოცენტრიკულ ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სახე გადაწყვეტილებები. მე ამაში მეხმარება პროგრამა, რომ მაძლევს ინსტრუმენტებს მაკონტაქტებს შენს მაღალ ძალასთან და სულ კითხვის ნიშნებს, რომ ეს სადაც ახლა ეჭვმეპარება, რომ ეს გადაწყვეტილება მართებულია თუ არა, მოვითხოვო დახმარება და აი იმ სიკვდილისთან ახლოს მყოფი ხაზი რო ვახსენე ჩემთვის აი ეს მომენტი, როდესაც პირველად დავნებდი და ვაღიარე რომ უძლური ვარ და დავმარცხდი და ჩემი დამოკიდებულება ბატონოს ჩემს, ეგ იყო ჩემი ფსკერი, რასაც ფსკერს ეძახიან და დღეს ეს რაღაცას ვხვდები, რომ ფსკერი არ არის აუცილებელი აღვიქვათ, ისე როგორც საზოგადოებაშია ცნობილი, რომ რაღაც უკიდურესი გაჭირვება უნდა დამემართოს, ან უკიდურესი ემოციური პრობლემები უნდა შემექმნას, რაღაც ძალიან დიდი უბედურება უნდა დამემართოს, რომ ამ ფსკერამდე ჩავიდე რა. ჩემი გამოცდილებით ფსკერი არის ის მომენტი, სადაც მე მოვიკრიბავ გამბედაობას და ვაღიარებ, რომ ჩემი ემოციები ბატონობენ ჩემზე. ეს ფსკერი რა სიმაღლეზე იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფსკერი არის ის მომენტი, იმ ცხოვრების ის ეტაპი, სადაც მე ვაღიარებ, რომ ჩემი გონების ხელმძღვანელობით მე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებ. ჩემმა გონებამ დამაზიანა და ახალ წრეზე წასვლას აღარ ვაპირებ. სადაც ადამიანი გამოიჩენს ამ გამბედაობას და ამას აღიარებს, იქ შედგა მისი ფსკერი და ფსკერი რა არის, ხო? საძირკველი, საფუძველი, რომ იმისი, რომ მე აქამდე როცა ჰაერში ვიყავი და ესე გონებით მანიპულაციებით, დაავადებული დამოკიდებულებებით და ეგოცენტრიზმით ვიმართებოდი და რაღაც რობოტული ცხოვრებით ვცხოვრობდი, გაუაზრებელი ცხოვრებით. ფსკერი არის ის, რომ ამ სიცარიელიდან ფეხი დავდგი რაღაც სიმყარეზე და ეს სიმყარე არის ზუსტად ისაც პროგრამა მაძლევს. ჩემი სულიერი პრინციპები, მაღალ ძალასთან კონტაქტი, ჩემი ჯგუფი, რომელთანაც შემიძლია მოვიდე და ვიგრძნო ოჯახის გარემო, უსაფრთხო გარემო, რომელიც ადამიანის არ შემაფასებს და არ დაიწყებს იმ დეტალების გაკიცხვას და ჩაღრმავებას, რაც რეალურად მნიშვნელოვანი არ არის. არ არის მნიშვნელოვანი ადამიანი თავის ეგოცენტრიზმით და თავის ფიქრებით რას აკეთებს. ფაქტებია მნიშვნელოვანი და ეს ფაქტი არის ის, რომ დღეს მე პროგრამაში ვარ და დღეს მე პროგრამული ინსტრუმენტებით ხელმძღვანელობ და ეს არის ის დახმარება, რასაც ყოველდღურად ვიღებ. ერთ-ერთ ლიტერატურაში არის ესეთი სიტყვები, რომ ამერიკის შტატში რა, ოჰაიოში, სადაც პირველი შეკრება ჩატარდა, იქ შესასვლელში არის ესეთი ფრაზა გამოკრული რა. ნუ ქართულად დაახლოებით ეს ეჟღერს, რომ შენ როცა მოხვედი, დააგხვდნენ. ეხლა შენ გაქვს შესაძლებლობა რომ დაახტე. და მე როცა მქონდა ის გაუსაძლისი მდგომარეობა, სადაც უჰაერობა იყო და იყო შეგრძნება რომ კვდებოდი და გამოსავალი არ არსებობდა, მე გამომიჩნდა ჯგუფის საშუალება, შესაძლებლობა ჯგუფებზე დასწრებით და მე რომ შევედი ჯგუფზე პირველი დღიდან ჯგუფზე ვინც დამხვდა დღემდე რომ შემოვდივარ ჯგუფზე და მხვდებიან ადამიანები, მაგ წარწერას მახსენებს რა, მე რომ მოვედი პროგრამაში ადამიანები დამხვდნენ და ეხლა მე მაქვს შესაძლებლობა რომ ამ ადამიანებს დავხვდე, იმიტომ რომ მე რო იქ არავინ არ დამხვედროდა, დღეს არავინ არ იცის მე სად ვიქნებოდი. მე მჯერა რომ ეს დაავადება მომაკვდინებელია და მე ამ სიკვდილის ხაზიდან მოვბრუნდი და მომაბრუნა იმ ერთობამ, რასაც პროგრამა მთავაზობს და ხოლმე დღეს ბედნიერი ვარ და ბედნიერება არის ის, რომ მეძლევა საშუალება ვიცხოვრო საკუთარ თავთან ჰარმონიაში და ეს ჰარმონიულობა გავაზიარო იმ ადამიანებთან, ვინც დღეს პირველად შემოვიდა ჯგუფში და ვინც დაახლოებით იგივე მდგომარეობაშია, საიდანაც მე მომეცა დახმარება და
ძალიან დიდი განსხვავებაა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანები არ მოვერიდოთ სიტყვა გამოჯამთრებელს. რამე რაღაცნაირად ვერასდროს ვერ ვაძლევდი ჩემ თავისუფლებას, რომ მეთქვა, რომ მე გამოვჯამთრებდი. მე ვერ ვაძლევდი ჩემ თავისუფლებას, რომ მე გამოჯამთრებული ვარ. თვითონ მეგონა რომ ეს ეგოცენტრული მიდგომა იყო და რეალურად რა დიდი წიგნი გვეუბნება, რომ გამოვჯამთრებდით რა ჩვენ ასე მეტი ქალი და კაცი გამოვჯამთრებდით ერთი შეხედვით გონებისა და სხეულის სულმედო მდგომარეობიდან და გამოჯამთრებასა და განკურნებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და აი აქ დავлagდე ჩემ თავთან რომ რატომ ვერ ვაძლევდი ჩემ თავს უფლებას და შინაგანი წინა მიუღებლობა მქონია, იმიტომ რომ ძალიან დიდი განსხვავება განკურნებასა და გამოჯამთრებას შორის. რა ნებისმიერ რაღაც ისე ქრონიკულ დაავადებას რო შევადაროთ, ეს დაავადება ჩემში არის და მაქვს, მაგრამ მე როცა ექიმის მითითებებს და რაღაც წამლებს და პროცესს მიუყვები, გამოჯამთრებდები ამ დაავადებიდან და ეს დაავადება მე აღარ მაწუხებს და ჩემ ცხოვრებაში აღარ მახსენებს თავს. მაგრამ მე თუ შევწყვიტავ ამ მითითებების მოხმარებას, მაშინ რა თქმა უნდა ეს დაავადება ისევ გაიღვიძებს, მომწიფდება და ისევ შემახსენებს თავს. ზუსტად ესეა ჩემი ეგოცენტრული დაავადება. მაგიტომაც ქვია დაავადება დამოკიდებულება, რომ დაავადება გონების, რასაც ეგოცენტრული დაავადება ქვია და ამის განკურნება შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია რომ გამოვჯამთრდე ამ დაავადებიდან და გამოჯამთრება ხდება იმითი, რომ მივყვე იმ მითითებებს, რასაც თუნდაც დიდი წიგნი იძახის. იმიტომ რომ დიდი წიგნი შესავალშივე იძახის, რომ ეს არის სუფთა მითითებები, რითაც ასე მეტი თავის დროზე და უკვე დღეს ალბათ მილიონობით თანამად შემიძლია თქვა, რომ გამოჯამთრდნენ ადამიანები აი ამ ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობიდან და დიდი წიგნი მეუბნება, რომ თუ მე დღესაც მივყვები ამ მითითებებს, მე ზუსტად იგივე დახმარებას მივიღებ, რაც თავის დროზე ამ ადამიანებმა მიიღეს. და ხო, დღევანდელი ჩვენი თემა რაც არის ის რომ დანებება, არის რომ თავარია მე დავნებდე იმას, რომ არ ვსვავ კითხვის ნიშნებს. დავნებდე იმ მდგომარეობას, სადაც ჩემი აზრებით ხელმძღვანელობ და დავნებდე იმ მდგომარეობას, სადაც მგონია, რომ მე ვიღაც ადამიანზე უკეთესი ვარ. დავნებდე იმ მდგომარეობას, რომ მაქვს განცდა, რომ მე დახმარება არ მჭირდება. დავნებდე ჩემ ეგოცენტრის, რომელიც მეუბნება, რომ მოდი ჯობია საკუთარი ძალებით გავუმკლავდეთ. პროგრამაში ვისწავლე სიგიჟის განმარტება და სიგიჟის განმარტება ესეთია, რომ ადამიანი, რომელიც ერთი და იგივე მოქმედებებს აკეთებს და სხვა შედეგს ელოდება, ეს არის სიგიჟის განმარტება, რომ ვაკეთო ერთ და იგივე მოქმედებები და სხვა შედეგს ველოდო რა. მე ჩემი გონებით ამდენი წელი ვიფუნქციონირებ და რაღაც ერთ და იგივე წრეებზე ვიარე, ზუსტად იმ ხნეობით რომ ჩემ თავს ეუბნებოდი, რომ არა ამჯერად მე ამის გამოცდილება მივიღე და ეს აღარ დამემართება რა. და ვიწყებ ისევ იგივე პროცესებში ჩახოს და იგივე მემართება და ვერ ვხვდები მე რომ ერთ და იგივე მოქმედებით იგივე შედეგს მივიღებ. რაც უნდა ჩემ თავში დარწმუნებული ვიყო, რომ მე ხა ამით გამოცდილება მივიღე და ეს აღარ დამემართება. ეგ არის ზოგადად სიგიჟე, რომ მე ჩემი შემართება კი არ უნდა შევცვალო, მთლიანად ჩემი ქმედებები უნდა შევცვალო. და ჩემი ქმედებების ცვლილება არის ის, რომ გამოვიყენო სულიერი პრინციპები ჩემს ცხოვრებაში და პირველი ნაბიჯის ლოცვა არის ესეთი, რომ წავიკითხავ ახლა ხმეთო დამეხმარე რომ გვერდზე გადავდო ყველაფერი რასაც ვფიქრობ ხალხზე, ადგილასა და საგნებზე, რათა შევძლო გავიხსნა და მივიღო ახალი გამოცდილება. ხო დამეხმარე ჭეშმარიტების შეცნობაში. იდეაში პირველივე ნაბიჯი მეუბნება ამ დანებებაზე და უძლურებაზე, რომ ჩემი ნებისმიერი ხედვა, ნებისმიერი ადამიანის სიტუაციის, ამ მდგომარეობის ან ადგილების მიმართებაში თავისთავად უკვე შეიძლება არ იყოს ჩანსაღი, იმიტომ რომ მე ჩემი გონებით ვიცხოვრე ამდენი ხანი და კითხვის ნიშნის დასმა ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მე რა წარმოდგენა მაქვს ადამიანების ურთიერთობაზე, არ აქვს წარმოდგენა რა შეხედულებები მაქვს, როგორი უნდა იყოს ცხოვრება, სამართლიანი თუ უსამართლო. ეს ყველაფერი ჩემ თავში იხარშება. პროგრამა კიდევ მეუბნება, რომ დაავადებული გონებით მე პასუხებს ვერ მივიღებ. ამიტომ მე მჭირდება, რომ ვიმუშაო ჩვენს ხასიათის ეფექტებზე და მუშაობა იწყება მხოლოდ პირველი ნაბიჯით და პირველი ნაბიჯი მეუბნება, რომ ვაღიარო ჯერ ერთი დაავადება, დავნებდე იმ ჩემს ეგოცენტრს, რომელიც შინაგანად და შინიდან ხმით მელაპარაკება და მეუბნება, რომ ჩემი და ჩემი ძლია და ვაღიარო, რომ სიგიჟის გზაზე ვარ და ვიმეორებ ერთ და იგივე ქმედებას და ველოდების სხვა შედეგებს. შევიცვალო ყველანაირი შეხედულება ადამიანებზე, საგნებზე და დავიწყო ცხოვრების იმ თვალებით ყურება, რომელსაც ჯერ არ შემეხედავს და ეს საკუთარი ძალებით არ შემიძლია. დანებება მდგომარეობს იმაში, რომ მე ვაღიარო, რომ მინდა ცვლილება, მაგრამ საკუთარი ძალებით არ შემიძლია. იდეაში ხო აი მესამე ნაბიჯის ლოცვა მახსენდება ახლა, რომ წავიკითხო ბოლო მონაკვეთს, მე ეს მჭირდება, რომ უკეთ მესმოდეს და ვასრულებდეს შენს ნებას, რათა დამოუკიდებულების პრობლემისა და ჩემი ცხოვრებისეული პრობლემების მოგორება გახდეს ნათელი ცხადყოფა იმისა, თუ რამდენად უსაზღვროა შენი ძალა. ეს დამეხმარება იმაში, რომ სხვებს დავეხმარო და აუცილებლად დავეხმარებ.
მე ჩემი უძლურების აღიარება, გამოჯამთელების დაწყება და ამ გზაზე სიარული თუნდაც არ მესმოდეს, მაგრამ დავუშვა ის, რომ შეიძლება მე არ მესმის და უბრალოდ ბრმად გავაკეთე, იმიტომ რომ მე ფაქტად ხედავ, რომ ერთ და იგივე რაღაცებს ვაკეთებ და ვზიანდები და ამჯერად მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის აღარ გავაკეთე და მესამე ნაბიჯი მაგას მეუნება, რომ ამ დანებებით გადავაბარო ეს ყველაფერი ძალას მაღალს და ძლიერს, ვიდრე საკუთარია და არ არის ეს აუცილებელი იყოს რაღაც მაღალი ძალის, როგორც ღმერთის ან რელიგიური კონცეფცია. მე ძალიან მიჭირდა ამ გადაბარების, იმიტომ რომ ვიძახი, რომ ოკეი, ნუ პირველ ნაბიჯზე დავნებდი და ვაღიარებ, იმიტომ რომ ფაქტად ვკვდები და ფაქტად ვაზიანებ ჩემ თავს და ამ ყველაფერს ვაღიარებ და დავნებ. მაგრამ ვის გადავაბარო რა, ანუ სად გადავაბარო? ჩემში არ არსებობს მაღალი ძალის შეგრძნება. მაგრამ პროგრამა თავაზობს სპონსორულ დახმარებას, სპონსორ ჯგუფის დახმარებას და თანამეგობრობას, რომელსაც იგივე განუცდია და ეს გავლილი გზა, რომელსაც მე გავდივარ, ამ ადამიანებს თავისი გამოცდილებული გავლილი აქვს და ჩემთვის ძალიან დამხმარე იყო, რომ ჩემი მაღალი ძალა იყო, ჩემი სპონსორი, ჩემი მაღალი ძალა იყო ის ადამიანები, ვისაც სკოლის საკითხებში გამოცდილება ჰქონდა და მე მჭირდება, რომ დავსვა კითხვა, რომ თუ ვინმეს აქვს გამოცდილება, გამიზიარეთ. და აი ამ ადამიანის გამზიარებელი არის ის მაღალი ძალა, ვინც მიკვალავს ჩემს გამოჯამთელების გზას. და ნუ მე ამ მინდობით და პროგრამაში ყოფნით, ყოველობ ჩემს მაღალ ძალას, ისე როგორც მე მესმის და იწყება რაღაცნაირი ახალი ცხოვრება და მხოლოდ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე ხშირად მესმოდა ახალი შემოსული როცა ვიყავი ჯგუფზე, ხშირად მესმოდა, რომ ადამიანები ყოფენ თავიანთ ცხოვრებას პროგრამამდე და პროგრამის შემდეგ და ეს რაღაცნაირად ცოტა ჩემთვის ემოციურად გაუგებარი იყო, იმიტომ რომ მსგავსი გამოცდილება არ მქონდა და დღეს ძალიან აშკარა არის რა ის რომ დღეს მე როცა ვიხსენებ ჩემი პროგრამამდე ცხოვრებას, გონია რომ აბსოლუტურად სხვა ადამიანს ვესაუბრებ. რაღაც მომენტებში ხვდები რომ მასთან ემოციური კავშირიც კი აღარ მაქვს, იმიტომ რომ ეს გამოცდილებები რაც ამ ადამიანს ჰქონდა ცხოვრებაში, თითქოს სხვა ადამიანის შეგრძნებას მიტოვებს და ეს ადამიანი მე როგორც პროგრამამდე ადამიანი ვცხოვრობდი, თუნდაც ქუჩაში დავდიოდი ისე რომ თითქოს აი ფოკუსი მხოლოდ ცხრილწინ მქონდა რა. მხოლოდ იმის აღქმა შემეძლო, რაც ჩემს წინ გზაზე იყო, რომ შემეძლო, რომ ნუ შუქიშაზე გადავსულიყავი ან მანქანას არ გავეტანე, მაგრამ იმის გარშემო ბუნება, ცარი, სილამაზე ადამიანები დადიან თუ არ დადიან, ამ ყველაფერს აღქმას ვერ ვახერხებდი აბსოლუტურად და ჯგუფებზე დასწრებით იმის დაფიქრებით და კითხვის ნიშნით დასმით, რომ შეიძლება მე რა პრობლემებიც მაქვს, სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ იგივე პრობლემები და მე რა ტკივილიც მაქვს, სხვა ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს იგივე ტკივილი. ამით რაღაცნაირად ცოტა თავი მაღლა ავწიე, რომ დამენახა და მე ფიქრე, რომ სხვა ადამიანი დღეს ვინც მე ქუჩაში ჩამივლის, შეიძლება ერთ-ერთი იმადგანი ადამიანი არის, ვინც მე დღეს 9 საათზე რო შევალ, კოლზე დამხვდება და ეს ადამიანები უამრავი თვალით ამინახავს და შეიძლება ამათგან ნებისმიერი ადამიანი ქუჩაში ყოველდღურად მხვდება და მე რაღაც დაბღვერილი სახით ვიყურები და იმის ემოციურ მდგომარეობაში ვერ შევდივარ და თანაგრძნობა არ მაქვს. ამაზე დაფიქრებამდე კითხვის ნიშნით დასმამ ემპათია გამიჩინა და თანაგრძნობის უნარი გამიჩინა და დღეს რაღაცნაირად ხვდები რომ ირაკლი რომელსაც არ უყვარდა ცხოვრება და გარეთ გამოსვლა, დღეს გამოვდივარ გარეთ და ფერები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში რაღაც ყველაფერმა თავისი მნიშვნელობა შეიძინა და ადამიანებმა მნიშვნელობა შეიძინეს და მივხვდი რომ ცხოვრება შეიცვალა და ხვდები რომ ალბათ ადამიანები მაგას გულისხმობდნენ პროგრამამდე ცხოვრება და პროგრამის მერე ცხოვრება. ჩემ თვალწინ პროგრამამდე ჩემ თვალწინ მხოლოდ ჩემი ფიქრები იყო. ეს ფიქრები იმდენად მძიმეა, იმდენად მუქია რომ სხვა რამის აღქმის საშუალებას აღარ მაძლევს. რაღაცნაირად ჩემს ფიქრებში ვცხოვრობ, ჩემს აღქმებში ვცხოვრობ და არჩევის საშუალება არ მაქვს. რა დამოკიდებულ ადამიანს არ აქვს არჩევანი, მას არ შეუძლია გააკეთოს არჩევანი, იმიტომ რომ თავში იხარშება და ეს ფიქრები ერთგვაროვანია. ეს ფიქრები ყოველთვის მიდრეკილია დესტრუქციისკენ და დაზიანებისკენ, თუნდაც თავის ან სხვა ადამიანისკენ და ეს ფიქრები რაღაცნაირად გამჭვირვალე გახდა და თვითონ პროგრამა მაძლევს ინსტრუმენტებს, რომ ამ ფიქრების მიღმა გავიხედოთ. ამ ფიქრების მიღმა სხვა ცხოვრება, აბსოლუტურად სხვა ცხოვრებაა და ყოველდღურად ვხვდები, რომ ჩემი ფიქრები შეიძლება ჩემია, მე მაქვს, ჩემი აზრები ჩემია, მე მაქვს და ჩემი ემოციებიც ჩემია, მე მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრები მე ვარ და პროგრამა მასწავლის, რომ მე არ ვარ ჩემი აზრები, მე არ ვარ ჩემი ემოციები და მე არ ვარ ჩემი შეხედულებები და აღქმები. ეს ყველაფერი არის იმ ეგოცენტრული ადამიანის პროდუქტი, რომელმაც დაზიანებულ მდგომარეობაში აკრიბა ცხოვრების შეხედულებები და ამ შეხედულებებით აგრძელებს ცხოვრებას და პროგრამა კიდე რაღაც ნათელი წერტილია, რომელიც თავის ინსტრუმენტებით მაძლევს საშუალებას დავინახოთ ცხოვრება სხვანაირად და დღეს მუშაობს. და ჩემთვის როგორც დამოკიდებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავგეგმოთ ჩემი ცხოვრება მომავალში, იმიტომ რომ რეალურად
მე არ ვიცი ჩემი ცხოვრება როგორია მომავალში მე ვიცი რომ დღეს პროგრამაში ვარ მე დღეს ვიცი რომ ნაბიჯები მეხმარება კონსტრუქციულ ცხოვრებაში მე დღეს ვიცი რომ ბედნიერი ვარ საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან და მეძლევა იმის საშუალება რომ თუნდაც ჩემი გაზიარებით სხვა ადამიანებს დავეხმარო და ამაში ვხედავ ბედნიერებას და ეს ვიცი რომ მხოლოდ 24 საათი მაქვს ჩემ გამოცდილებაში რამდენჯერაც ამ 24 საათს გავწვი იმდენჯერ ძალიან დავზიანდი რამდენჯერაც თქვი რომ ეს ყველა ინსტრუმენტი ვიცი და დამოუკიდებლად მივდივარ ჩემ გზაზე იმდენჯერ დავზიანდი იდეაში არ არის პროგრამა მე ესე მესმის რომ პროგრამა არ არის ის საგანი რასაც უნდა მივეჯაჭვო იმიტომ რომ მე როგორც ადამიანი ვარ ასევე დამოკიდებული ადამიანი ვარ ემოციებზეც საგნებზეც ადამიანებზეც და თუნდაც პროგრამა პირიქით თავისი ნაბიჯებით და ინსტრუმენტებით არ მაძლევს იმის საშუალებას რომ მე პროგრამას მივეჯაჭვო პროგრამა მეუბნება რომ გაქვს შენ ის სულიერი ინსტრუმენტები გაქვს სულიერი მეგობრები გაქვს სულიერი სახელმძღვანელო და მაღალი ძალის შეგრძნება და როცა გაქვს გასაჭირი ან გაქვს არჩევანის მომენტი, ნუ მიიღებს საკუთარი თავის დაწყვეტილებას, უბრალოდ კითხვა დასვა. ჩემი გამოცდილებით მხოლოდ და მხოლოდ რაც ნიშნავს, დანებება რასაც ნიშნავს, დანებება არის ის, რომ ვიყო საკუთარ თავთან გულწრფელი. და ამ გულწრფელობაში ყველანაირი პასუხი მოდის და 12 ნაბიჯი საერთო ჯამში შევაჯამო, ჩემს შეჯამებაში ითარგმნება, რომ გულწრფელობა მასწავლა პროგრამამ და ეს გულწრფელობა არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ მე ადამიანთან ურთიერთობაში შევიდე იმ დოზაზე მეტი, რა დოზითაც შეიძლება დავზიანდე. გულწრფელობა მაძლევს იმის შეგრძნებას, რომ მე მაქვს უფლება თქვა უარი და არჩევის უფლებას მაძლევს. და დავსვა კითხვა ჩემ თავში, რომ მე ახლა ამის გაკეთება შემიძლია თუ არ შემიძლია. თუ პასუხი არის, რომ არ შემიძლია, არ დავატანო ჩემ თავს იმაზე მეტი ძალა, ვიდრე მე ამის რესურსი მაქვს და მე გავაკეთე მხოლოდ ის, რისი რესურსიც მაქვს, მხოლოდ ის, რაც სასარგებლოა და არა ის, რაც მჭირდება. პროგრამა მეუბნება, რომ თავი ერთ-ერთი სულიერი პრინციპი არის ის, რომ ვიხელმძღვანელო არა ჩემი სურვილებით, არამედ საჭიროებებით. და დანებება და სურვილები ერთმანეთთან ვერ მეგობრობს ჩემი გამოცდილებით, იმიტომ რომ მე როდესაც ჩემი სურვილებით ხელმძღვანელობ, ეს იმას ნიშნავს, რომ კონტროლი ჩემ თავზე მაქვს აღებული. და პირიქით ჩემი დანებებით სურვილიდან გადავდივარ საჭიროებებს და ხელმძღვანელობ საჭიროებებს. ხო, ამით დავასრულებდი და ვიტყოდი, რომ ჩემთვის იყო სასარგებლო და გადამწყვეტი მომენტი მაშინ, როდესაც გავბედე და მოვითხოვე დახმარება და როდესაც მე ვითხოვ დახმარებას, აუცილებლად ვიღებ დახმარებას, უბრალოდ მე მჭირდება, რომ დავნებდე იმ ეგოცენტრიზმს, რომელიც მეუბნება, რომ შენითაც შეგიძლია. ციციხში არის, რომ ვისაც აქვს კიდე ილუზია, რომ კონტროლი აქვს აღებული ალკოჰოლზე, შეუძლია წავიდეს უახლოეს ბარში და ერთი ჭიქა დალიოს და მანდ შეწყვეტოს დალევა რა. მე ძალიან ბევრჯერ ვცადე რომ ჩემ თავზე ამეღო კონტროლი და მეთქვა რომ სულ ეხლა ყველაფერი ვიცი ჩემს გზას მე თვითონ დავუდგები. ეს ამდენჯერ ვცადე, იმდენჯერ ძალიან დიდი ტკივილით მოbrunდი უკან და ზუსტად ეგ არის დანებება რომ სიგიჟის მიმართულებიდან მოbrunდე და საღი აზრი შემოვიტანე ჩემ ცხოვრებაში. დავნებდე იმ ფიქრებს რაც მეუბნება რომ ჩემი შემიძლია რაღაც გავაკეთო. ჩემით გავაკეთებ მხოლოდ მაშინ, როდესაც კითხვის ნიშანს ვსვავ და კითხვის ნიშანს უსმენ გულწრფელობით. შემოვყავს მაღალი ძალა და მაღალ ძალას ვეკითხები, რომ ამის გაკეთებას ვაპირებ და როგორია მისი სურვილი. და დღევანდელი პრაქტიკა მაჩვენა ის, რომ თუ მე ჩემს ნებისმიერ ქმედებაში, სამქმედებაში გადავალ, ავიღებ თუნდაც 2 წუთიან პაუზას და მაღალ ძალას ვთხოვ, რომ გამანდოს თავისი ნება როგორია. ეს არის ჩემი საკეთებელი თუ არ არის ჩემი საკეთებელი. დაურეკავ სპონსორს ან შემოვალ ჯგუფზე და გავაზიარებ და მოვითხოვ უკავშირს, პროგრამა მეუბნება, რომ მაღალი ძალა მესაუბრება სხვა ადამიანების სახით და დღეს ყველა ადამიანში პროგრამის დახმარებით ხედავ მაღალ ძალას, რომელიც მესაუბრება და დღევანდელი ჩემი ალბათ არ დაგეგმვა იმისი, რომ რა უნდა მესაუბრა, ესეც იყო იმაზე დანებება, რომ ნებდები იმ ემოციურ მიჯაჭვულობას, რაც მეუბნება, რომ ჩემი სასპიკერო კარგი უნდა გამოვიდეს, ნებდები ამ ყველაფერს, მაღალ ძალას ვთხოვ საჭირო სიტყვებს და დახმარებას, რომ ჩემი ცხოვრება, ჩემი საუბარი და ჩემი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ იყოს მიმართული ჩემი გამოჯანმრთელებისთვის და ჩემი გამოჯანმრთელება იყოს მიმართული მაგალითისთვის სხვა ადამიანებამდე, ვინც დღეს იტანჯება და მადლობა ასევე ყველა იმ გამოჯანმრთელებაში ყოფ ადამიანს, ვინც ასევე იგივე მაგალითს მაჩვენებს. მადლობა თქვენის ნებართვით დავასრულებ სულიერი ლოცვით იმართოთ ხომ მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე. მივიღო ის რისი შეცვალს არ შემიძლია.
გამბედაობა შეცვალა ისე შემიძლია და სიბრძნე განვასხვაო ერთი მეორისგან. მადლობა ძალიან დიდი მეგობრებო მოსმენისთვის და სულიერი სიმშვიდის ლოცვა, აქ ორი თვე დავამატებ, რომ სულიერი სიმშვიდის ლოცვა არის ის ლოცვა, რაც ჩემში მთელ პროგრამას იწევს. მე მჭირდება, რომ გულწრფელად ვითხოვო საღი აზრი, გონება და სიმშვიდე, რომ მივიღო ის რის შეცვლაც არ შემიძლია. ვაღიარო უძლურება, რომ ამის შეცვლა არ შემიძლია და დავნებდე იმის მოთხოვნილებას, რასაც ჩემი გვავინება და ეგოცენტრიზმი დაუნება გინდა თუ არა უნდა შემეძლოს. ვაღიარო რომ არ შემიძლია. მოვითხოვო გამბედაობა და გულწრფელობა იმის, რომ თუ მე მართლა შემიძლია ამისკენ ვიმოქმედო და სიბრძნე რომ განვასხვაო ეს ერთი მეორისგან. მადლობა.